მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია დეპუტატი გივით არგამაძე. როგორ ახალ გივი? კარგად, ფორმაში. წინა სტუმრის კითხვა უნდა დაგისვა ლაშა ზამბახიძის არის თუ არა მარიხუანა სამედიცინო თვისებების მქონეა. ახლა ფაქტია, რომ რაღაც მიმართულებებით მარიხუანას იყენებენ როგორც სამედიცინო საშუალებას. ანუ აქ ის კი არა, რომ ზოგადად მეოთლი თუ არა ესე არის. ფაქტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად არის და სხვაშორის უფრო ფართოვდება ეს გამოყენების წრე ბოლო პერიოდში. გარკვეული სამედიცინო წარსული მე მაქვს და ვადევნებ თვალყურს. და აქ როდის შემოაღწევს ეგ რეალობა, რომ მარიხუანა არ არის ცლად ცუდი? ალბათ, როდესაც მედიცინა უფრო განვითარდება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ მხრივ უკანა ვარ ძალიან. ისე ემხრობი დეკრიმინალიზაციას. მე ცოტა სპეციფიური შეხედულება მაქვს, მე მივეცი ხმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ფაზა, შუა ფაზა მაინც რაღაცნაირად და ცოტათი რთულ მომენტს ტოვებს, ანუ შავი ბაზრის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არ გაძლევს საშუალებას, რომ ბაზარი გააკონტროლო. ამის საშუალებას გაძლევს ლეგალიზაცია, თუმცა ეს უფრო რთული თემაა, აქამდე ალბათ რაღაც სხვადასხვა ფაქტორების ერთიანობით უნდა მიხვიდეთ, თორე იმ თვალსაზრისით, რომ შავი ხვრელი არ დარჩეს, ანუ ლეგიტიმაცია უფრო, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი ფაქტია. თუმცა ამ ეტაპზე მე მხარს დავუჭერდი ეგრე. აი ნაციონალური მოძრაობამ რატო არ მიიღო? რა იყო ამის მიზეზი, რომ ეს კანონი არ? პირველ რიგში ალბათ ის, რომ პირველ ეტაპზე იმდენად ფართო სპექტრი იყო, ასე ვთქვათ, მოსაწესრიგებელი საკითხების, რომ ამის გამოტოვებას შეიძლება იმ პერიოდში უფრო რთული რაღაც გამოიწვია შედეგები, მაგრამ ბოლო პერიოდში ალბათ შესაძლებელი იყო, ხო, უბრალოდ ვერ მივეცი მაგამდე. და მაშინ ბევრი ჩინოვნიკი თქვენ დროს ეტანებოდა რაღაც ნარკოტიკებს და ამ დროს სხვა ესე ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივ ადამიანებს ამისთვის იჭერდნენ. ანუ ეს ნორმალურია? შემიძლია გავიხსენო მეორე მოწვევს პარლამენტში უკვე, ანუ ჩემთვის მეორე. როდესაც გავდივით ამ ნარკოლოგიურ შემოწმებას შიგნით პარლამენტში, უკვე ალბათ მკითხა, რომ გამისინჯეა თუ არა. მე მითხრა, რომ ხო თქვა, მარიხუანა გამისინჯეა, არ მომიწონა მართლა. ისე შემომხედა ძალიან, ნუ და რა იყო მეთქი ალბათ, რა ვქენგეთ, ხო ბავშვი არ შემოჭამა, მე გამისინჯეა ვარ. არა, უბრალოდ აქ ისეთმა ხალხმა მითხრა, რომ საერთოდ არ გავუკარებია არაფერს ცხოვრებაში, რომ ეხა გამიკვირდა ჯერ რო ეგრე მეუბნები, არ არის ნორმალური, რა თქმა უნდა, სრულიად არანორმალურია. თუმცა იყო, ასე ვთქვათ, სანქციებიც ჩვენ დროს, მათ შორის დეპუტატებზეც, როდესაც ამის გამო თქვა დატოვეს. არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ თანამდებობები, მაშინ გახსოვთ ალბათ, ესეც, ასე ვთქვათ, იწვევდა დიდ აღშფოთებას სამსახურების შემოწმებები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად მართლები ვიყავით, იმიტომ რომ იქ იყო არა მარიხუანაზე ლაპარაკი, არამედ გაცილებით უფრო მძიმე ნარკოტიკებზე და ბევრმა დატოვა ამის გამო თანამდებობა. ისე ინფორმაცია თუ გქონდა შენ, რომ აი ვიღაცებს უდებენ ნარკოტიკებს ჩვენ დროს როგორც იყო თქვა ეჭვია ამაზე მე პირადად არა მარტო მე ყოველთვის ვცდილობდით რომ ბოლომდე გაგვერკვია ეს ასე იყო თუ არა მე ვფიქრობ რომ მაინც ესე თვათ ჩადება და დავარება ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით რომ ეს არ გახდეს შემდეგ სააშკარაოზე არ გამოვიდეს ისე როგორც ეხა ხდება ხო თქვა ეხა ჩვენ შევადაროთ სტატისტიკა დაახლოებით თუ არ ვცდები 4-ჯერ მეტი არის მსჯავრდებული ნარკოტიკების ჩვენ დროს ნარკოტიკების მოხმარებაზე მე ჯერ არ შემოწმებია თქვა აქ რამდენი ხდება ციხეში მაგრამ ამ ხრივ აი რო არის და სულ აპარაკი რო ეს ყალაღებული 9 წელი აი ესე იყო დაახლოებით 4-ჯერ არის გაზრდილი დაკავება ამ მიმართულებით ისე როგორც ვაჟჯერს აი რო იყო რომ გამმართლებელი განაჩენების პროცენტი არის შემცირებული სიამდვილეში დღეს ჩვენ პერიოდთან შედარებით ეს ოფიციალური სტატისტიკა უზენაეს სასამართლოს აი ქართველები რატო სუქდებიან თანამდებობაზე მოხვედრის შემდეგ მე ამას ვერ დავიბრალებ იმიტომ რომ სამწუხაროდ რაღაც პერიოდი მქონდა მე 6 კლასში როცა ფეხი მომტყდა მე რაღაც სხვა პრობლემები დიდი ხანი მიწეხი მაშინ გავსუქდი პირველი ფაზა და
მე სხვათა შორის პირველად როდესაც ამერიკაში წავედი, რატომღაც ეს საფხულში ხვდებოდი ხოლმე როგორც წესი და საფხულში მოუწია და იქ ისე ჭამენ რომ შესაბამისად რო ვიყვები იმის მერე ვეღარ გავხდი ადამიანურად. მაგრამ არის ეს კი არის. რატო ხდება ეგრე? რა იცი დუნდებიან მეც საშუალება აქვს პატივს სცემენ ასე თქვაც დაპატიჟებენ ისიც და მეც საშუალება აქვს. ვეღარ უყურე, ნუ კაბინეტში ჯდომაც არ ვიცი, ვინ ზის, შეიძლება ესეც არის ხო ზოგადად, რომ ვინ ზის, მაგრამ უფრო მეტად მაინც ჩვენთან ესე არის. ღარიბაშვილი შენი მეზობელია, ხო? ხო, ნუ ხო უნდა მოახერხო, რომ ამ ხელახალაკში მაინდამაინც ზუსტად ჩემ მეზობლად დასახდა. ნუ ესეც თავისთავად მაინც მისგან არ მომდინარეობს, იმიტომ რომ ესეც მაინც უზენაესის, ასე ვთქვათ, ცხოვრების ნაწილია, იმიტომ რომ ის ყველაფერს აკეთებდა პატარკაცშვილის ჯიბრზე, ასე რომ ვთქვათ რა და მე როცა თავიდან გადმოვიდა ვერ მივხვდი, მე რომ მითხეს რომ ვიძინა მაჩუკა ეს სახლი, მე მივხვდი რატო ქონდა ბიზნესი, იმიტომ რომ ესე რო იყო ჩემი корпуსი, ჩემგან ხელმარცხნივ ცხოვრობდა თავის დროზე პატარკაცშვილი ეს პირსახოც გადაფარებული სცენები რო იყო, ის იქ ვითარდებოდა. და ორ ჩანს ნუ ამის ჯიბზე აქეთ იყიდა, მე ვიძინამ და ეხლა ახლა პატარკაცშვილი აღარ არის, აიღო და აჩუქა ასე ვთქვათ. აქ როგორ არის, იცი რომ ერთ დუპლექსში ჩემ მხარეს ცხოვრობს აი ეს ფარწყალაძე ზახალი, ანუ ბერას არ ვიცი, პროდიუსერია თუ კომპოზიტორი. მე ვარ მხარეს ის. ესე ურთიერთობა ქონია როგორც მეზობელი. ხახვი ეს გითხოვია? არა, ხახვი, არა თუ ხახვი არ მიტყოვები, ამას წინ ნახე პირველად როგორ გამოდის, მაგრამ გამოდის ესე მაინც ვერ ნახე, არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს ერთი ხალი დადის იქ, რომელიც ხაშურ შევარნაძის დროსაც დადიოდა. შევარნაძესთან მილიონს ითხოვს და ის ხალი ყვირესი და ამიტომ უკრინა გამოყავთ უკვე მანქანის შეფუთული, ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ აკვირდები, აი ესე შეიძლება საინტერესოა დაკვირვებით დაცვაზე და აი ამ ფუსფუსზე ხვდები რა დამოკიდებულებაშია ბიზნესთან. აი ერთი პერიოდი იყო ახსოვთ, როდესაც ნუ ცნობილიც იყო რომ ასე ვთქვათ ბიზნესა გაბრაზებულია, მაშინ ეს რიგრიგობით ნელ-ნელა ეს დაცვა შევიწროვდა სახელმწიფო დაცვა საერთოდ გაქრა ბოლოს ეს ზაღლები და ეს მთელი ალიაკოთი და დარჩა მარტო პირადი დაცვა ერთი მანქანა მხოლოდ ეს სხვაშორის დაემთხვა რომ ეს ზუსტად ნაძვები რო დადგა იქ ტერასაზე ისინიც გავყვითლდა ყველა გახმა ეხა ნელ-ნელა უკვე ეს აღდგა ყველაფერი ზაღლების დაბრუნდა დათბა ურთიერთობა ყველაფერი დაბრუნდა და ამასინა ზუსტად რამდენიმე დღის წინ ამ წეთი ჩამოიტანეს ის ნაძვები და რაღაც ახალი რაღაცები აიტანეს. ეხა ყვავილობის პერიოდი. ივანიშვილი არ შეგიმჩნევია. და სახეც გვეტყობა ეს ანუ მაშინ აი მართლა იყო პერიოდი მიკროფონზე ზემოთ ვეღარ წევდა წვერს და ეხა გაიჭემა ესე ბოლო. ივანიშვილი არ შეგიმჩნევია მანდ. ივანიშვილი არა, რა თქმა უნდა, ხო წარმოუდგენელი ხა. ივანიშვილი მან თუ მოვიდა, მაშინ მე მოვალ აქ როგორც გამარჯვებული. ესეც წარმოუდგენელი არის, მაგრამ ისე ასე ვთქვათ, რევერანსებით დადის ბევრი ხალხი ხედავ ხო. აი ივანიშვილის ზოოპარკში ქართული ოცნების წევრებიდან რომელ ცხოველს გაგონებს? ესე უცებ გითხრა მოიფიქრე არ არის აუცილებელი ჩქარა. რა ყავს პინგვინი ზებრა? ყველაფერი ყავს მე მგონი. სვიგენები ნაკლებად ყავს, მაგრამ უფრო ეს კაროსები და ეს რაღაცები. უფრო პინგვინს ეგრე არ გვანონდა რომ პინგვინები არ არიან ყველან პრინციპში. ესეც ხო აი ეგ ზოოპარკზეც მინდა მეთქვა ეგ ხო ანუ ივანიშვილი არ არის ისეთი ოლიგარქიც კი ხო როგორც თქვი ანუ ის შედგება რაღაც სხვა ოლიგარქების ცხოვრების ფრაგმენტებისგან, ესე არის შეკრებილი და ეს ნაწილიც ახლა ნუ ასლანს ქონდა ხო აბაშიძეს ეს და სულ მახსენდება ხოლმე რომ პირველად USA-ს ამერიკელი იყო ერთ-ერთი რომელიც თავზე დაცემული იყო ასლან აბაშიძის ზოოპარკში ექსკურსიის მერე, იმიტომ რომ ნუ ეს ჩამოატარეს ანახეზე ზაღლები ცხვრები რაღაც და ბოლოს იყო ასე თქვა თავარი ამბავი ავღანური არწივი. და ისეთი მართლა იშვიათი და ითვლება რომ ყველაზე ამაყი ფრინველია და ნუ ჩვენ ყველა ესე განვეწყეთო რა და შევედითო ამ ასლანს სინზე მიცეს რა ხორცები დავალაგეთ ამას ალი დაიძახა და კუთხიდან გამოვიდა საწყალი ისეთი ნაცემი თვალები დასიებული დალურჯებული აი
ამ ალიზეც ვერც კი ხტებოდა უფრენაზე კი არა ლაპარაკი. ანუ რამხელა განსხვავება ყო ნორმალური ადამიანის აღქმასა და ყველას მოწონს, იმიტომ რომ ის თავისუფალი და ლაღი და ამას მოწონდა ის რომ აიგეც მოერია და ცემა და არ უჩება ესეც ზამბობი პინგვინებს არ ვიცი. კაი, აი თქვენი პარტიის მთავარი შეცდომები თუ შეგიძლია მითხრა, აი რატო ეზიზღება ხალხს ნაციონალური მოძრაობა ისე როგორც ეზიზღება. ხო, სიზღზე აქ კიდე აი რამ გამოიწვია ეს? თავი შეცდომები, რამაც გამოიწვია ჩვენი წაგება არჩევნებზე, არის ალბათ, ყველაზე დიდი ვთქვათ ის, რომ აღარ უსმენდით რეალურად ხალხს საკმარისად, ის რომ ასე ვთქვათ, აი ეხლა რა ხიფშიც არიან ესენი რომ ჩავახშეთ თოქ-შოუები. სხვა შორის ამათ გონიათ რომ ყველა ჩვენი ნამი მაინც იმდენად დიადები ვიყავით რომ ყველა ნაბიჯი დიადი იყო და აი გავიჯებენ ყველა ჩვენ ჩავიჯებულში ასე საზეიმოდ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა იყო ვთქვათ ზედმეტი გადაჭერა ეკონომიკურ სანქციებზე. თორე სხვა მხრივ ზიზღის საფუძველი ბევრი იყო. ზიზღის საფუძველი იყო იმ თავით რომ როდესაც გავუშვით ვთქვათ კორუმპირებული ხალხი ძალოვანი სტრუქტურებიდან შემდეგ სხვა სტრუქტურებიდან ყველა მიტინგების ძირითადი საფუძველი ხო? ანუ საფუძველი კი არა, უბრალოდ ძირითადი შემადგენელი ყოველთვის იყო აი სწორედ ძალოვანი სტრუქტურებიდან გაშვებული შუა ასაკის ადამიანები და ეს იყო და ბოლომდეც ესე გაგრძელდა. ამიტომ სიზღი ბევრი რამის გამო წარმოიშვა, მაგრამ შეცდომები იყო მართლა რომლებიც გამოც დავტოვოთ ხელისუფლება. მაშინ ვის უთხარია ეს სულს ამოგხდით ვის მიმართ? ხო, დავიღალე უკვე ამის ახსნით, რომ უთხარი ძალიან კონკრეტად მაშინ მოჭრეს ეს მარტო ეს ფრაზა და ატრიალებდნენ მარტო სულს ამოგხდით. რეალურად თლიანი ფრაზა იყო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, არ დავუშვებთ რუსთაველზე რუსული დროშების ფრიალს და ვისაც ეს გინდათ, იმას სულს ამოგხდით. ახლა ვინც თავზე მეიღოთ, ეს უნდა ხო, მარტივად არის, თუმცა ისინი ვისაც უნდა ეს დროშების ფრიალი შეიძლება დაშლიგინებენ ეხლა ტელევიზიებში და კუჯაში და ყველგან. ანუ ეს არის დასტური თუ საჭიროა რომ ეს ამდენად დავწვრილმანდეთ რომ ფიზიკურ სულის ამოხდაზე არ იყო ასე თქვა ლაპარაკი არიან ცოცხლები, თუმცა მეორე მხრივ ეგ ხალხი ძირითადად ყველა არის დახოცილი, იმიტომ რომ ინტერვიუებშიც და სასამართლო ჩვენებებში საოცრად თავდება ხოლმე ეს მათი ჩვენებები, მე მოვიდნენ და დავხოცეს და ანუ ლაპარაკობენ ისინი. ოღონდ დახოცილები არიან თან. და არ ფიქრობ, რომ აი რუსული პროპაგანდა ბევრად უფრო კარგად მუშაობს დღეს აქ, ვიდრე საწინააღმდეგო. იმიტომ რომ ხალხის აზრი ნელ-ნელა გადადის ისევ იმ. ხო, იმიტომ რომ ანუ ზოგადად მე არ ვარ მაღალი წარმომადგენლის რუსულ არაფერზე, ანუ არც მათ თქვათ იგივე მყბადაღებულ კგბ-ზე, ფსბ-ზე და ასე შემდეგ და არც სამჯერო თქვათ რომ ივანიშვილი მათი პროექტი იყო, იმიტომ რომ 9 წლიანი გათვლები მათ არ ახასიათებდათ არასდროს ძალიან მოუქნელი სისტემაა, მაგრამ როდესაც ადრეულ საშუალებას თავისუფლად იმუშავონ, ამაზეა ლაპარაკი რა, ანუ ეხლა რატო არის რომ სწორედ აი ეს კონტრპროპაგანდა საჭირო გახდა და ვეღარ ეწევა იმას, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი იმდენ თავისუფლად იმუშავეს, მთავარი შემადგენელი ჩათესეს, ანუ რომ რუსეთთან მიმართებაში უნდა იყო ფრთხილი, თორე დაიწყება ომი. ეს აბრკოლებს აი კონტრპროპაგანდას. ეხლა ფაქტია რომ ჩვენ რამდენი იყო თქვა ჩვენი კი არა საზოგადოებრივი პროტესტის აქციები ხო რუსეთთან მიმართებაში უკრაინის ხარდასაჭერად. ჩვენ ხედავთ რომ რაღაც ძალიან ერთნაირი რაოდენობის ხალხი გროვდება 2-3-4000, ამაზე მეტად ეს თემა ვერ ვითარდება. იმათაც თავისი ისა აქვს რა ქვია მაქსიმალური შემოდგენება ხა დაახლოებით რაც ჩვენ ნახეთ პრეზიდენტის სასახლესთან, მაგრამ ზოგადად ხო შემაშფოთებელია, იმიტომ რომ ბევრ ხალხს გაუჩნდა ეს შიში, რომ ასე ვთქვათ, მე მგონი იმაზეც კი უფრო მეტად გაიზარდა ეს შიში, რომ აი ესენი დაბრუნდებიან და ისევ იგივე სიზამენ, უფრო მეტი შიშია, რომ აი ესენი დაბრუნდებიან, რუსეთთან ომი დაიწყება და ასე შემდეგ. ძალიან თავისუფალი მუშაობის პერიოდი ჰქონდა და ის სრულიად ხელშეუხებელი დაახლოებით 2 წელი და ამიტომ მოახერხეს ეს. ეხლა გარკვეულ დონეზე კონტრპროპაგანდაც ალბათ უფრო მეტ ძალას მოიკრებს. მე ზოგადად ვთვლი, რომ მაინც რუსულ ძალებს საქართველოში ელექტორალური თვალსაზრისით
საკმაოდ მოჭრილი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა აქვს და იმის იქით მაინც ვერავლენ. თუმცა იმის მაქსიმუმზე რო ავიდნენ, არ არის სასიამოვნო ბუნებრივია. აქ პრობლემა ალბათ ბევრად უფრო სერიოზული, თუმცა ესეც არის მაგის ნაწილი. არის ის, რაც ხდება ფაქტობრივად უსაფრთხოების თვალსაზრისით, როდესაც გადარღვეულია უბრალოდ ეს ყველაფერი და ფსბ მუშაობს ჩვეულებრივად, ოფისებს კირაობს, ასე ვთქვათ, ყველა შემოდის, გადის სრულიად უკონტროლოდ. ერთ სიტყვით რო ვთქვათ რა, უკრაინის ამბავი რო არ იყოს, აქ დამთავრებული იქნებოდა უკვე ყველაფერი. ყველაზე სამარცხვინო დღე რომელია ჩვენ ისტორიაში, უახლოესში. სუნთად უახლოესში ხო ალბათ ეს 21 მაისი მაინც იყო, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო სამარცხვინოობა, ხო, თორე ბევრია კიდე სამწუხაროდ, მაგრამ ვთქვათ იგივე ხო, ვთქვათ, 17-ზე. ცოტა უფრო როდესაც რაღაც ხდებოდა ქუჩაში, არ ვიცი, რაღაც აღვირახსნილობის რაღაც კატასტროფა. თუმცა შეიძლება ასე ვთქვათ, აი გუშინ იყო ხო სოხუმის დაცემის დღე. სამარცხვინო ამაზე არ მომბ რა თქმა უნდა, მხავდე ვინც ომობდა, მაგრამ სამარცხვინო იყო ის, რომ იმის გამო რომ აი ყველაზე ბოლო მომენტშიც კი ვერ მოხერხა და გაერთიანება, ამდენი ხალხი დაიხოცა იმ სვანეთის გზაზე და ასე აღარ მომფრო დაიკარგა ოჩამჭირე და გალი. ესეც ერთ-ერთი ძალიან მძიმე დღეა. ამ თვალსაზრისით სამარცხვინო მართლა როდესაც ხილული, ასე ვთქვათ, უკვე საბოლოო საშიშროების წინაშეც კი ვერ მოახერხა გაერთიანება ქართველებმა. კარგი, აი რო გითხრა რომ მომავალ ცხოვრებაში იქნებიო ქალის ტანსაცმელიო, რომელს აირჩევთ. უნახატაზე არა, იმიტომ რომ სულ პრობლემა მაქვს, თქვა აი რაღაცა ხო საიდანაც ჩამოდები. ბავშვებისთვის ყოველთვის ჩვენ რაღაცებს ყიდულობდი. ჩემ მოგს 1-2 ჯერ წავედი და გავანებეთ თავი. ხო და აი შენ იქნები რომელს მოირგებდი კარგად, რომელი უიმერე ასე ვთქვა, რაც მომერგება ეხა ნამდვილად თავის. კაი, ყველაზე არასექსუალური ქართველი ვინ არის? ის ჯაჭვლიანი ალბათ. სექსუალობასთან მებრძოლია ასე ვთქვათ. არ მეორე მხრივ იძახის რომ პირიქით ძალიან სექსუალური წარსული ქონდა, არ ვიცი. ხო. და სექსუალური ვინ არის ყველაზე? სექსუალური ზეგარი ალბათ. ჯაჭვლიანია ისიც და ესე. პოლიტიკოსთან თუ ქონია სექსი? ცნობილთან. არა. კარგი. აი ლუსტრაციის კანონი რატო არ მიიღეთ? ვარდების რევოლუციის მე. ხო, მან ძალიან მარტივი პასუხი არის იმდენში, იმიტომ რომ არ არსებობს საქართველოში არქივი. აი ეს არქივები თავის დროზე განადგურდა, ადრეც მე უკვე ჩვენ ანუ დამოუკიდებლობის პერიოდშიც. გამომდინარე აქედან ეს უნდა წავსულიყავით მაშინ აი კომისიის წესით, რაც ჩემთვის მაგალითად საერთოდ მიუღებელია. ზოგადად არსებობს ეს თეორიაც, მაგრამ ძალიან რთული. ან კრიტერიუმები უნდა, რომ ესეთი იდეებიც იყო, რომ თქვათ, რომ აი ვინც პარტიულ რაღაცაში იყო ნამუშევარი, მაგრამ იმდენად ყველა იყო ნამუშევარი, ძალიან ბევრ ხალხს ჩაიწერებდა და ყველა უბრალოდ ხო. მე ვმუშაობდი მაგალითად სანიტრად მეოთხე მთავარი სამმართველოს, ანუ ლეჩკომინაძის სასტრაფოზე და მაშინ მეც აღარ უნდა მქონოდა არაფრის არსადობრივი საჩვევა. იყო მეორე რომ კომისია, რომელიც დაადგინა, სუბიექტურია და ძალიან ბევრი საფრთხე ჩდება, რა მithunet საქართველოში რომ ვიღაცას გადააყოლებ ამ სიტუაციაზე. ამიტომ მაინც შევეკავეთ და ბოლოში გახსოვთ ალბათ გია თორკლაძეს ერთად კანონი მივიღეთ, რომელსაც ელემენტები აქვს ამისი. აი ფიქრობ რომ ჩვენ რეალობაში ამაზე იქით სამწუხაროდ ვერ წახვალ უბრალოდ რა. აი სააკაშვილი რომ თქვენ მოგეგოთ არჩევნები და სააკაშვილი გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი. დარჩებოდი მის გვერდით. არა, ესე ნუ არც განიხილებოდა ეგეთი სიტუაცია. აი რომ მომხდარიყო რა. ანუ პუტინისნაირი ნაბიჯი. ხო, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე დარწმუნებული რომ ესე არ მოხდებოდა მაინც. ეს სანდრო გირგულიანის კვლელები რატო იჯდნენ ციხეში პრივილეგირებულად? რატო ხო ეს არის შეცდომა თუ მართლა ესე იჯდნენ პრივილეგირებულად? ალბათ შეწყალებაც შეიძლება ეს თქვათ რომ ეს, მაგრამ დანარჩენი რაც იყო, ხო? ანუ ესეც ხო სიამდვილეში, რა თქმა უნდა, იყო უდიდესი კატასტროფა, იყო კატასტროფა დაგვიანება ჯერ ეს ერთი გამოცხადების იმის რა მოხდა რეალობაში და ვთქვათ, აი ეს მე შემდეგ რაც ჩვენ თქვით, მაგრამ დანარჩენი ასე ვთქვათ,
ლინჩის წესით იმ ხალხს ვერ გამართლებდი. ხო, როგორც სხვა საქმეებზეც არის, რომლებიც ვაჟერ ძალიან დაიშალა ეხლა გზა და გზა, იობუტარობაქიძედან ვერ სწავლდება სასამართლო, ამიტომ რომ რეალობა იყო ისეთი, მართლა. გირგლიანთან მიმართებაში იყო გასწრომ, იქ რეალობა იყო ის რაც იყო და ის ხალხი იჯდა ამის გამო, ანუ მესმის აღშფოთება, მაგრამ ამის იქით ვერაფერს ვერ ეზამ, ხო და ამ პროცესებსაც მაინც მართავდა მაშინდელი ოლიგარქი მნიშვნელოვნწილად, ანუ ბადრი-პადარ კაცშვილი, ვთქვათ, ის ერთ-ერთხელ იყო თუ არ ვცდები მისული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვანოსთან და თქვა რომ არ არის, ვთქვათ, მე საკმარისია უკვე ეს ყველაფერი, იქნება გირგლიანის თემაც რაღაცნაირად ჩავაცხროთ, ну, ოღონდ მიმიშვით უმელთან რა, ასე რომ პატარკაცშვილმად, ხო? მაგრამ როდესაც ამ თქვა რომ ეს არის რეალობა, ეხლა რა თქვა, როგორ ჩააცხროდა, ну, როგორც მივახვე, გადავახო უკანო რა, რომ ჩვეულებრივად ამთავრდება ყველაფერი. როცა მივაღვარი ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან მტკივნეულად განიცადა ეს და პირში შალა გამოვლებული წავიდა იქიდან, მაგრამ ანუ ეს დამატებითი ამბებიც იყო ამას ვამბობ, რომ თავისთავად ეგრე შეცდომები იყო და მძიმე ამაზე არავინ არ დაობს. ციხის კადრები დადგმული იყო, როგორ ფიქრობ? და ვინ დადგა თუ დადგმული? მე ასევე კიდე ერთხელ მოვიშველებ ჩემ წარსულს სამედიცინოს და იმთავით არ მქონდა ვთქვათ, ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთი манипуляციის შედეგად ადამიანი ესე საღად და ჩვეულებრივად არჩებოდა. ამის გარდა მაშინ თავისი ინიციატივით ერთ-ერთმა ლიტველმა სამედიცინო ექსპერტმა, საერთაშორისო აღიარების მქონე, ჩაატარა შემდეგ ადგილზე აქ ექსპერტიზა, ელაპარაკა კიდეც იქ იმ ადამიანებს და თქვა რომ ეს ნაწილი არის ბუნებრივად დადგმული, ანუ ფიზიკურად ესეთ ზემოქმედების შედეგად ეს ხალხი მოუკვდებოდა უბრალოდ. და ვინ დადგა ეს კადრები? მე ვფიქრობ რომ ეს იყო ასე ვთქვათ ცალ-ცალკე რაღაც არსებული მოცურავე კადრები. მე ალბათ რომელიმე აი ხო რა სხვადასხვა მიმართულების სფეროს ხალხი მუშაობს ყველა თავისთვისაც. რომელიღაცა მოიფიქრა რომ აი ეს იქნებოდა კარგი აქსელერატორი, შეკრეს შემდეგ ეს დაამატეს კიდე რაღაცეები, დაგაზეს ასე ვთქვათ და გავუშვეს იქ სადაც გავუშვეს. თუმცა რაც შეეხება კარანტინს, ჩემი ინფორმაციით კონკრეტულად ეს კადრები კარანტინზე ესეც დადგმული იყო, თუმცა ეს ხდებოდა რეალურად, როგორც სამწუხაროდ გაირყვა და მონებრივია ეგ იყო მძიმესი რაღაცა და რაც იყო ჩვენი რა თქმა უნდა დიდი შეცდომა რომ ეს გაგვეპარა. მაგრამ დანარჩენი ხო ეს მაინც იყო, ну თვითონ ეს კამპანია რომელმაც ეს კადრები შექმნა, ასე ვთქვათ, ხო, ეს არის ინაშვილი, გიორგი ფოფხაძე, იმდენად კაგებეშნიკური კამპანიაა ეს თლიანობაში. რაღაცა ბოლოები რო არ იყოს იქ, ეგეთი გამორიცხულია, ხო, უბრალოდ. ანჩენი უკვე როგორც იყო გეტყვი. აი დღევანდელი ხელისუფლებიდან ვის აქვს ურთიერთობა კანონიერ ქურდებთან, თუ გაქვს რამე ინფორმაცია? სამწუხაროდ ხო ყალაძე ნანახი გქ უბრალოდ ხო და ეს გრძელდება კიდე და მართლა რემენად დახვდა მართლა მისი კაცი ეს ილა კეჯაყმაძეს მანქანა და შემდეგ ასე შემდეგ. მაგრამ გაცილებით ფართო წრე არის როგორც ჩანს, მაინც ხა მტკიცებულების ფორმაში მიჭირს, თუმცა ის სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელები ეს დარბაისელი, თქვათ იგივე პოლიციის მაშინდელი აჭარის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა რაღაცანაირად ამ ჩვენი ღვთაების ძმა ადიკოც იყო ამ ამბებში გარეული, მაგრამ ეს გრძელდება სამწუხაროდ, ეხლაც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ორი წყება ლავაზოღლის ხალხი დაიჭირეს, ხო რეალურად არანაირი გავლენა არ იქონია სიტუაციაზე, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანზე იძახეს ლავაზოღლი რა შემიანია და პირდაპირ სკაიპით უკავშირდება პოლიციის მაღალჩინოსნებს, აშინებს და ასე შემდეგ. ანუ როგორ საპილოტო ვარიანტი, იმიტომ რომ ძიმე ინერცია აქვს აჭარას, მაინც აჭარა აიღეს და აჭარაში პრაქტიკულად მაგხრივ შევარდნაძის დროა ეხლა. მაგრამ ეს ნელ-ნელა ვრცელდება უკვე დღეს მითხეს რომ გუშინ იმე ზესტაფონში ერთგაც მანქანა დაუწვეს, მეორეს რაღაცა საწყობი დაუწვეს. ეს ყველაფერი იგივეა, იგივე მეთოდებით გრძელდება და მოცოცავს აქეთ რა და ეს წყება ქურდების შექმნა ჩვენმა პოლიციამ. ანუ რო იძახდნენ აი რომ ამდენი არა და აი ეს ქურდი არ არის. არ იყო, მაგრამ
გააძლიერეს, დაბეჭდეს ახალი ქურდები, რომ აი ეს ჯგუფი გაეძლიერებინათ, რომ კონტროლი განახორციელონ. ანუ ეგ ხო როდის ზოგადად ქურდები რატო წარმოიშვა საბჭოთა კავშირში, იმიტომ რომ როდესაც პოლიცია მთელ მასივს ვერ ერეოდა, ვაკუუმი ამოწევს რა, ანუ ხო, ამათ გადაინაწილეს იმათ რა თავისი ამათ თავისი კონტროლისთვის შეიქმნა. ეხლა სუსტი პოლიციის პირობებში ცდილობენ რომ ამით ამოაყენოს. ივანიშვილი რატო გადაუდგა ნაციონალურ მოძრაობას? რა მოხდა მაშინ? მე არ ვიცი, მე ჩვენთან დგომიც არ მინახავს მაშინ იმდენად რაღაცა ფულებს ხო იხდიდა? რაღაცას იყო, ანუ მე არ მქონდა საერთოდ შეხება, არავის ნანახი არ მქონდა, სურათიც არ მქონდა, არავის ნანახი და ეს ხო, მაგრამ მე არ ვიცი, აი რაღაც ისეთ შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაცა მომენტში უბრალოდ გაიარა და დაინახა რომ ქვაზე იდო ეს ხელისუფლება აიღო მე ხელები მოეწვა და თვითონ გაიწია ეგრევე და ეს მაინც რაღაცა ხიბლი ხონდა ანუ კვერცხი და ქათამის ვარიანტიც არის ანუ ჯერ კვერცხი ანუ სიტყვაზე ჯერ კადრები იყო და მე მომუნდა თუ ჯერ მომუნდა და მე კადრები ამ არც ამას რა გამოურიცხა რომ აი ვიღაცა მომთხარ მოდი ესეთი კადრებია და მოდი მივაზოთ და გავხვალ რა ამითი გაიტანა. იმიტომ რომ რო არის ლაფარაკა ეს სულ ამ ოლიგარქები მაინც ესეთი თემაა ჩემთვის. ნუ აი როგორ ხა ჭკუა ხუნდა ამ ხელფული რომ მოჭნა. როგორ აი ერთხელ მკითხა ერთ-ერის საზოგადოებრივ ბოროტმა ჟურნალისტმა რომ აი რო იძახი რო უტვინო არის როგორ ხო ამ თუმცა შენ რაღაცნაირად მეკითხები შენ ღვიც ყველა რუსი ოლიგარქი აი მითხარ რომელი არ არის უტვინო ხო ყველა უტვინო აი ყველაზე მარტო მაგალითი რომ ხალხმა გაიგოს ჩვენთან. ვანუჩ ხარტაშვილი ხო არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ აქვს შაბეჭდილება რომ ეს არის ჭკვიანი ადამიანი. ხო არ შეიძლება რომ იყოს უბრალოდ. ხო და მაგრამ ფული როგორ შევა? აი საამარტივია. რატომღაც აღარ მახსოვს ახლა ნანული შევარდნაძე მაღლაკელიძე გაზარდა როგორც საკუთარი შვილი. მე როგორც საკუთარ შვილზე აიღო და ეს თელი ზვერბანკი თავის იმეებიანად ანაბრებიან და აჩუქა. ესენი რაღაც გურული მეგობრობით მიეწეპენ ამ აღლაკელიძეს. მე რაღაც ეტაპზე რაღაც ერთიანის გააკეთეს სტრუქტურა, მე რაღაც ეტაპზე თქვენს რომ ესო კაზინოში ხარჯავს ამ ფულებს, საერთოდ გააგდეს იქიდან, ვინ იკითხებოდა თავის ფულებს უნდა ხარჯავს, თავის მაინც არ იყო. ანუ ეს მოაცილეს და დარჩა ეს ფული. აი რატოინი უნდა ხა ამას ხო? შეგვიძლია რომ უნდა გაიწყვეტო და შებერო. აი ეგ არის მთელი ოლიგარქობა იმ პერიოდის რა. ესეთი მაგრამ ეს ეგეთიც არ არის კიდე რაღაც უფრო საწყის სტადია. ნუ ნამდვილად ადამიანს მარტო ინსტინქტები აქვს. ტვენი გლუვი აქვს ძალიან საერთოდ არ აქვს და მაგრამ მეორეს ხება ხო მედუზა რომელიც შედგება მარტო საყლაპავისგან. ტვენი არ აქვს ნამდვილად და მეტის არ აქვს არაფერი საყლაპავშივე ინელებს და ემეშვება ხო 250 მილიონი წელია ზამ ტრულ გარემოში ძლებს და ხა გაგვიკვირდა ივანიშვილი. რევოლუცია თუ მოხდება კიდე საქართველოში როგორ ფიქრობ და როგორ გადავიტანთ ამას? ძალიან უნდა ვეცადოთ რომ არ მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგეთ მაინც გრძელვადიანი განვითარებისთვის, როდესაც გადავაბარეთ ძალაუფლება პირველად არჩევნების გზით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ამ განვითარების გზა. არის წითელი ზღვრები, რა თქმა უნდა, წითელი ხაზები არსებობს. მისულია უკვე ხელისუფლება წითელ ხაზებთან. ამ თვალსაზრისით, ნუ ეთამაშება, მაგრამ პირდაპირ შეგვიძლია თქვა ხო იანუკოვიჩი თუ ჩაატარეს ეს წითელი ხაზი აქ უკვე სხვა გზა არ გრჩება უბრალოდ ელემენტარულად ხო ანუ მოცემულობას თუ ცვლიან თუ აღმოჩნდება რომ აღარ არის ევროატლანტიკური გზა ჩვენი გზა მაშინ რა უნდა გავაკეთო ხო ეს არის ესეთი წითელი ხაზები და არის რა თქმა უნდა არჩევნების შემდგომი პერიოდი იმიტომ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ გარანტირებულად ვიძახი საგრძნობი ასე ვთქვათ უპირატესობით მოვიგებთ და ამ ხმებს ჩვენ დავიცოთ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ და ამ დაცვისთვის თუ დაგვჭირდება თუ ისინი აქაც გვარს გადავლენ, ნებისმიერი მეთოდით დავიცოთ, მაგრამ ეს იქნება ლეგიტიმური უკვე, ანუ განსხვავებაა, ხო, ლეგიტიმური არის, როდესაც ჩვენ ბოლო გზას გართმევ ხელისუფლების შეცვლის, ანუ არჩევნებს, მაშინ შემოქმედება ლეგიტიმურია, მაგრამ შუაში წყვეტა უკვე რატო გონია რომ მოიგებთ არჩევნებს?
დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ალტერნატივა, ეს რეალობაა უბრალოდ. ანუ შეიძლება კარგი არ არის, ჩვენ სულ ვიძახდით, რომ არ იყო კარგი, მაგალითად, რომ ჩვენ არ ყავდა რეალური ოპოზიცია. ხო? და ყავდა ერთის ხრივ ისეთი, რომელიც რაღაცა ჩვენ იმას აგრძელებდა და მეორეს ხრივ ეს არანორმალურები ჩავკუჭებით რო დარბოდნენ ქუჩაში, ხო, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. ჩვენ ატყობთ ალბათ, რომ არაფერს გავს არ ვაკეთებთ, იმიტომ ეს უბრალოდ მიუღებელია, ეს არ არის ოპოზიციონერობა, ეს არის ქვეყნის სტროვა, ანუ ნორმალური განვითარების გზის სტროვა. აქედან გამომდინარე შეიძლება ცუდია, მაგრამ რეალურად არის ის, რომ რეალური ალტერნატივა ჩვენ ვართ, ჩვენს გარდა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არავის არ დაუდია ამ კრიზისიდან გამოსვლის და ქვეყნის შემდგომი განვითარების გეგმა და ჩვენ ეს გვაქვს, ჩვენ გვაქვს რეალურად დიდი გამოცდილება მართლა მათ შორის შეცდომებისაც ხო და როდესაც ესე განიხილავ ხოლმე ხო ხშირად აგიგიათ რომ აი თქვენ ხუთოსნები ხართ მაგრამ ის რა ქვია ბოროტები და საშინელები მაგრამ მე და ანუ ჭკვიანები ხართ მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ამითი აპელირება მოვახდინო რომ თუ თქვენ თვლით რომ ჩვენ ჭკვიანები ვართ მაშინ იმ შეცდომებს არ გათვალისწინება ჭკვიანობა არ იქნება ხო თუ ჭკვიანები ვართ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ იმ შეცდომებს და იგივეში არ ჩავაბიჯებთ ანუ ეს არის და დანარჩენი მხრივ ხო ის შენება რაც ხდებოდა და რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინფრასტრუქტურის და ამ შემდეგ ეკონომიკის გაჯანსაღება და საბოლოო ჯამში ამ ადამიანების თითოეული ადამიანის რაღაცას იკეთებს მომატება ეს როგორ უნდა გაკეთდეს ჩვენ ვიცით და ვიცით როგორ გაკეთეს სწრაფად და აღდგენა იმის რაც დაუკარგეთ სამწუხაროდ 4 წელი დაუკარგეთ და კიდევ უფრო მინუსიანი ნიშნით მაგრამ ეს უნდა ავადგინოთ ხო მეტი არ ვიცი მე დარწმუნებული ვარ ამას მიხვდება გაუნჩეველი მიხვდება საზოგადოება და 1 წელია ანუ სრულფასოვანი ასე ვთქვათ წინასაარჩევნო კამპანიის დრო გვაქვს და ამას მივიტანთ საზოგადოებამ იმ შემთხვევაშიც თუ მივახცევთ რომ რიგარეში არჩევნები დაინიშნოს, მაინც მე ვფიქრობ, რომ მოვასწრებთ ეს მევიტანთ საზოგადოებამ. მე თქვენი გამარჯვების შემთხვევაში თუ მიიღებთ დეკრიმინალიზაციის კანონს და თუ გაგრძელდება ეკლესიის დაფინანსება. დეკრიმინალიზაციის კანონს ნამდვილად მივიღებთ. რაც შეეხება ეკლესიის დაფინანსებას, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, შეცდომა ზოგადად აი ესე, ანუ ყოველგვარი გაანალიზების თუ რა დასაბუთების გარეშე აი ამის კეთება, ეს არ არის. სწორე რა თქმა უნდა არ იყოს სწორე ჩვენ დროსაც არ არის სწორე ეხლაც აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ აქ უნდა დავალაგდეთ თვითონ ეკლესიასთან უნდა დავალაგდეთ უნდა აუხსნათ ეს ყველაფერი მათაც უნდა თავის საჭიროებები რეალურად წარმოადგენონ და არა ის რომ უბრალოდ აი კონკრეტულად ეს მინდა დამორჩა ისთვის არის ეს საჭირო და ამ შემდეგ და ამ გზით შეიძლება ამბოციარული ისე როგორც სხვა კონფესიებთან და არა მხოლოდ ამას მე პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე პოლიტიკური მეძავი სამეურია სამწუხაროდ მე მთავარი რომელია თავარი სული არ ვიცი ესე გამოყოფა რატომღაც მაინც ბოლო დროს უფრო მაინც გოგითოფაზე და ბატონ ტყემალაძე დაწინაურდნენ მე მგონი შეიძლება არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ზოგადად პოლიტიკისთვის მაგრამ ამ თვალსაზრისით რაღაც შეიძლება ასაკობრივიც არის არ ვიცი მაგრამ ეს გაუთავებელი გამონათქვამები გაუსაძლისია უკვე კარგი აი ამადგენ რომელი სასმელს გაგონებს არ ვიცი ეს ის ბოლო რაღაცა სევდიანი სასმელი რა არის არ ვიცი არსებობს სევდიანი სასმელი აი პირველი არა ის სასმელს ვერ უკავშირებ ამ ხალხს ვერანაირად მე მგონი მაინდამით აუ ვინას ვამდა ეგეთ არის შევარდნადა კონიაკს ვამდა როგორც მახსოვს მიშა უინოს უფრო ეს ორი არ ვიცი რო ვიძახიან ხოლმე მიშა კოკაინს ყნოსავდა თუ კოკაინი მიშა რო კიდე კოკაინი დაყნოსოს მე რა იქნება წარმოგიდგენია ადამიანი ისე ვერჩერდება მაგრამ კოკაინი დაყნოსოს აფეთქდება ალბათ კარგი შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა საქართველოს გადარჩება კარგი ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ